არავინა დღეს ნაღვლიანი, რადგან ჩვენთან გადაცემაში სტუმრად მოვიდა ბატონი ერეკლე საღლიანი. აპლოდისმენტები. მოგესალმებით. მოგესალმებით. პირველ რიგში უღმესი მადლობა მობრძანებისთვის, რომ დაგვაფასეთ, მოიცალეთ თქვენს მადლობა მოწვევისთვის. გაიხარეთ. ყოველთვის გვახარებს თქვენისთანა არაჩვეულებრივი ადამიანების სტუმრობა. ეხლა მითხარით პირველ რიგში როგორ ბრძანდებით? გურული მაგაზე პასუხობს. ტიტო რა გამახსენე? რა მაგახსენეთ ეს ამბავი, ხო? რაც შეეხება სვანმა უკეთესი პასუხი გასცა. აბა საინტერესო. რო კითხეს, როგორ ახარ? ოხლა ღირსი არა ხარ დაგსვა და მოგიყვე როგორ? ეგ უკეთესი პასუხი არის, კი ბატონო. განწყობა? გადასარევ. ძალიან კარგი. აქაც კარგი რამე არა. რაფერ ხარ ძამაო გურული ეკითხება. გადასარევადო შენო მე გედვირიე უკვე. ესე იგი, მხოლოდ როგორ ახარზე რამდენი, ესე იგი, ინტერპრეტაცია კუთხეების მიხედვით როგორ მითხარი. ძალიან კარგი. ბატონო ერეკლე, ესე იგი, რეგალიებს ჩამოვთვლი ახლა თუ რამე გამომრჩა. მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, მსახიობი, დეკლამატორი, პოლიტიკოსი, ტელეწამყვანი. რაც შეეხება მსახიობს ამ ტელევიზიის ვაი ტელევიზიის თორე ტელევიზია ღმერთმა მოგცა გამომცხვარ პოეტებზე რომ მეკითხებიან მე ვპასუხობ რა დონის მსახიობიც მე ვარ იმ დონის მწერლები არიან ვერც ვერაფერს ვერ ამბობენ. ხო, მაგრამ მე მგონია რომ ეგ შექება, იმიტომ რომ თქვენ ეგეც კარგად გამოგდით ბატონო ერეკლე. ასე რომ თლად დაკნინება არ არის იმათ ესე ვაი წერლების და პოეტების. ბატონო ერეკლე, უამრავი რამ გინახავთ ახლა ცხოვრებაში და მაინტერესებს ისეთი თავზე ხელაღებული კაცი თუ გინახავთ, სვან პოეტს რომ უთხრას არ მომწონს თქვენი პოეზიაო. კი. გინახავთ? და როგორ დამთავრდა მე ეს ამბავი? არა, გადასარევად დადებითად რატო? სვანური ხასიათი სხვათა შორის მაიცა და მაინც სწორი წარმოდგენა არ გაქვს. გითხარით ბატონო ერეკლე, გითხარით. როგორ არის სწორად? სწორად ისეა რომ კაცი რამესო რო გეტყვის, დიახ, უნდა დაფიქრდე. დაფიქრებად ღირსის თქმული და მერე უკვე ფიქრის ორგზას გაპოვნინებს. შემევლოს ჩემი თავი მისულს ვენაცვალე, ჩემი სოსო ჯაჭულიანი. რა გააკეთა ამ კაცმა? დამსხვრია სტერეოტიპი. ანუ ყველას ეგონა რომ სვანებს ხელი ხანჯალზე გვიდევს, არც ვიცინით, არც ვიღიმით. ამ დროს უძლიერესია სვანური იუმორი, უძლიერესია. და მთელი ისინი ანეკდოტები, რაც სოსომ შექმნა თავის დროზე, არა, ესე იგი შეაცვლებია სვანებზე შთაბეჭდილება. წარმოდგენა მაგმი. ერთს კი ვიტყვი. დიახ. აი ამ იუმორში არ უნდა იყოს სიბინძურე, არ უნდა იყოს შეურაცხყოფელი, თორე იუმორი სადაც არ არის ჩამკვდარია იქ ყველაფერი. მე მინდა ეხლა სოსო სულსაც მოვეფერო და მისი ერთ-ერთი შედევრი წარმოგიდგინოთ. სვანი არის ცხენზე ამხედრებული. მიაჭენებს ამ ცხენს. და ეხლა რა განწყობაზე იქნებოდა წარმოიდგინეთ. ხო და ამ დროს ამოვარდა ქარი, ააფრიალა გაზეთი, ააფარა ცხენს თვალებზე და ვეღარ იმორჩილებს უკვე ამ ცხენს და რო წოიკითხო მშობელს აღმასეთი ამ გაზეთი. რაცა იკითხა ასეთი. შედევრია რა, შედევრი. კარგია ნამდვილად. თან სვანისგან, სვანებზე ანეკდოტი კიდევ უფრო კარგი მოსასმენი ყოფილა, თან ესეთი შედევრია. კარგი იუმორი, ნამდვილად ეგრე არის. მე ერთი რამეც არის კიდე. ნუ რა ვისნო გაგვიკვირდება.
ზოგჯერ შეიძლება ანეკდოტურ სიტუაციაში თუ ჩავარდით, რომელი ერთი ჩვენგანია რომ მსგავს სიტუაციაში არ ყოფილიყო, არც ერთი. რატო? იმიტომ რომ არ შეიძლება სიმივით იყოს ადამიანი დაჭიმული. უნდა მოეშვა კიდევაც და აი მოშვების დროს გვემართება. კი ბატონო, გეთანხმებით. სასიამოვნო მოშვება ეგ, რომ ჭირდება ადამიანს აუცილებლად. ბატონო ერეკლე, ესეთი რამ გაქვთ ნათქვამი, სვანური მუზა ძალზე ჭირვეული ყოფილა ხასიათისა არ იყოსო. ხომ არ გიფიქრიათ რომ მუზას უბრალოდ ეშინია და ხანდახან ამიტომ არ მოდის რაღაცა სვანური ხასიათის თუ შიშით არა გაბუტვა ის კაპასკალზე ვარესია ვარესია სვანური მუზა ერთი თუ გაიქცა მერე უნდა ელოლიავ რომ მოატრიალ რომ მოატრიალ კი ბატონო ანუ სვანი კაცი ბრძანდებით და თუ აძლევთ მუზას მე ქართველი კაცი მაგრამ სვანეთიდან ჩემი სვანობით ვარ მართალი ბრძანდებით, მართალი შენიშვნა იყო მივიღე. მუზას თუ აძლევთ იმის უფლებას, რომ შეგაწუხოთ ხოლმე. პირიქით. ვეხვეთ. ზაბირო შემაწუხე შეგენაცვალე. რაც შეიძლება ხშირად. ისე როგორა, კარგ პოეტს მუზა აწუხებს თუ ცუდი პოეტი უფრო აწუხებს მუზას? ორივე. ცუდი პოეტიც აწუხებს მუზას და მუზაც აწუხებს კარგ პოეტს. კარგ პოეტს. კი, ორივე. ბატონო ერეკლე, ნათქვამი გაქვთ ესეთი რამ, საღლიანი არის ადამიანი, ვინც ბოლომდე თვითონ ერეკლე საღლიანმაც ვერ შეიცნო. სხვათა შორის, ერთ-ეგეთ კაცს ვიცნობ მეც. ჩემთან არის ხოლმე შემოსვლებზე, თუ გაქვთ ნანახი, ჯიმი რომ არის, იცით, ბაღდათელი ბიჭი რომ არის ხოლმე. აი ისიც ვერ ის საერთოდ ვერ გავარკვიეთ, ესე თვითონაც არ იცის ვინ არის, ვერც მე გავიგე ვინ არის და ძალიან პრობლემაში ვარ და ხომ არ გვირჩევთ რაიმეს, როგორ შეიძლება გამოვარკვიოთ საბოლოო ჯამში. აი თქვენი თავის მაგალითზე, თუმცა თქვენზე ვიცით ახლა. ბატონ ჯიმის მიეცით საშუალება. დიახ. ბოლომდე გამოარკვიოს თავის თავი. მე ეჭვი არ მეპარება რომ მოხდება ეს. მოხდება. კი. აი ესე უნდა მივცეთ უბრალოდ საშუალება რომ გამოარკვიოს. რაც შეეხება მე რომ დიახ. ერთი წუთით დავიჯერო რომ მე შევიცანი ჩემი თავი ეს ნიშნავს რომ მე როგორც შემოქმედი უკვე ვარ მკვდარი. გასაგები. შენ უნდა იყო მარადიულ ძიებაში. მაძიებელი სული არასოდეს არ უნდა დათრგუნო. თორემ ესე ხდება. კი ბატონო. ეხლა ჯიმიზე ვახსენე ახლა, მაგრამ ჯიმის შემოსვლა დღეს არ იქნება. იმიტომ რომ მაყურებელი დარწმუნებული ვარ მოუთმენლად ელოდება აი ამ ძალიან საინტერესო საუბრების შემდეგ, აი ამ საინტერესო რჩევების შემდეგ, რომელიც მართლა გულწრფელად თქვენგან მივიღე, მოვისმინე მაყურებელმაც, აი ლექს თუ წაგვიკითხავთ, ბატონო ერეკლე და დაგგვდებთ პატივს. აი ამ საოცარ ფონზე დავასრულებ, მე მგონი ყველაფერზე ვისაუბრებ. მოკლედ დიდი რუსთველის ფრაზას ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ძალიან ცუდად ატრიალებს დღესაც კი ზოგიერთი მიმტკიცებენ რომ თარგმანია ვეფხისტყაოსანის სპარსულიდან თავის დროზე ნიკო მარი ეძებდა მსგავსი ზღაპარიც კი ვერ იპოვა სპარსეთში და პატარა ლექს წაგიკითხავთ, გაახლებთ რუსთველს. ვარდის ფურცლობის ფერი ადევს ოსტატო აის. არავის გავხარ, ქვეყანაზე არავინ არ გგავს. გამაგებინე ამისთანა რა თარგმნე მაინც, რომ უეღარ შეძლო შემდეგ იმის ვერავინ თარგმნა. დიდი მადლობა ყველაფრისთვის, ბატონო ერეკლე. და იმედია კიდევ დაგგვდებთ პატივს გვეწევით სტუმრად, იმიტომ რომ საოცარი მოსასმენია ყველაფერი, რაზეც თქვენ საუბრობთ, პატივია ჩვენთვის და მაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ბატონი ერეკლე საღლიანი. აპლოდისმენტები.